ფლინები გავაკეთე. ამერიკულ ფილმებში რო არის უბრალოდ ეგეთი ფლინებია. ღირა ლამაზია. რამხელა ძალა აქვს ისტორიების მოყოლას, ხო? როგორი საინტერესოა ყველა ადამიანის ისტორია და როდის დავიწყე ისტორიების მოყოლა, როდესაც ვნახე, რომ სხვა ადამიანებს იგივე განცდები აქვთ, იგივე თავგადასავლები გადახდენიათ და გულთან ახლოს მიაქვთ ის ისტორიები, რასაც შეყვები. აი მაგალითად მე ერთი პერიოდი TikTok-ზე ვყვებოდი ხოლმე თუ როგორ მეჩქარებოდა მაგალითად გაზრდა და მე რომ აღარ მომეწონა ეს გაზრდა, იმიტომ რომ რაღაცა პასუხისმგებლობები და მე კისრა და ასე შემდეგ. რომ ნახე რომ საკმაოდ ისეთი გამოხმაურება ჰქონდა ამ ჩემს ისტორიებს, აი საკმაოდ დადებითი, რაც ძალიან მესიამოვნა, მე გადავწყვიტე რომ ხო, მაგარია ძალიან მაგარია, როდესაც ვიღაცა შენს ისტორიას იზიარებს, ვიღაცა სუსტად შენაირი თავგადასავლები აქვს. ეს არის ზოგადად რაც გვაერთიანებს ადამიანებს რა, ისტორიები. და ძალიან სასიამოვნო ყველა ადამიანის ისტორიის მოსმენა. და ყველა ისტორია მოყოლად რა თქმა უნდა ღირს. დღეს სამსახურიდან დავბრუნდი, როგორც იქნა დილის მენაში გადავედი და ძალიან მიხარია. ზოგადად დილა არ მიყვარს, მაგრამ ღამთუშობას დილის მუშაობა მირჩენია და ცოტა ფერზე მოვედი და ცოტა აზრზე მოვედი. ხო და გადავწყვიტე რომ არაფერი საქმე არ მქონდა დღეს და ბლინები გავაკეთე ამიტომაც. მინდოდა ჩემი ყვავილები რომ გამეცნო თქვენთვის. ძალიან დიდი ხანია ამ ვიდეოს ჩაწერა მინდა, სადაც ყვავილებზე მინდოდა ლაპარაკი, იმიტომ რომ ჩემი აზრით ძალიან ლამაზები არიან და რავი რატომაც არა. შეყოლა და მიჩვევა იცის ყვავილების ყიდვა. დედაჩემს მიხელა ბაღი აქვს სოფელში და იმდენი ყვავილი აქვს, ცოტათი მიკვირს როგორ ახერხებს მართლა. ერთხელაც წავიდეთ და ვნახოთ ყვავილებიც, ბაღიც და საერთოდ ყველაფერი რა. ძალიან მაგარი გრძნობაა რა სახლი, როდესაც გენატრება. სასიამოვნო გრძნობაა და მით უმეტეს მონატრებულ სახლში რო ჩადიხარ, ეგ ხო საერთოდ რაღაცა საოცარი შეგრძნებაა. ეს ყვავილი, რომელსაც ამ წითელი რაღაცით ძლივს ვაკავებ, ვიყიდე რუსთაველზე მიწის ქვეშ გადასასვლელში. ათლარად ვიღაც კაცისგან და მარტო ეს იყო სხვა შორის. აი, არა ის არა ბოდიში, აი ეს ფოთოლი იყო, მარტო ნახეთ თან როგორი ძველი ფოთოლია ეს. შარშან ვიყიდე. და მაგის მერე, აი ამდენი ფოთოლი გამოიღო და თან ნახე. პატარა გამოვაკიდე აი აქ. თან რა მალე იზრდება. ცა ჩანს. აი ეს არის. აი მაგალითად ეს ნახე არ არის გაშლილი ჯერ. ძამე განახო. აი ეს ფოთოლი არ არის რა ჯერ გაშლილი და უკვე ეს გამოაქვს. ძალიან მალე და ძალიან მიყვარს. ესეც ხე როგორ მწვანა ყლორტები აქვს, ამასაც ეხლა მე მგონი ზუსტად გაფურჩქვის და გაშლის და ახალ-ახალი ყლორტების ამღების სეზონია. ამას როგორც ვიცი, არ უყარს ზე. ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობ რომ ცოტა ისეთ ადგილას დავდო, სადაც არ არის ხოლმე ბევრი შუქი. კიდე ერთი პატარა ყვავილი მაქვს, მაინც არ მოვიტანო. და აი ეს. ნახე. Good potato. ეს ყვავილი მოვიპარე სამსახურიდან. ან პეტრა ქონდა ამოღებული ცალკე და ამოვაძრე და წამოვიღე, მაგრამ მაგის მერე არ გაზრდილა საერთოდ და რამეც ალბათ არ უნდა მომეპარა. არ ვიცი ეს ნელა უნდა იზრდებოდეს თუ არა, არ ვიცი. თან ეხლა ხანს გადავდგე, იმიტომ რომ მგონია რომ ის ქოთანირაშიც თავიდან მქონდა ჩაგული, სავარაუდოდ არ იყო საკმარისი რომ გაზრდილიყო უფრო დიდი ალბათ. აი.
ყველაზე დიდი ყვავილი ჯერჯერობით. რაც მყავს. და ყველაზე დიდი ხანია თან რაც მყავს. სტერა. ახლა ლამაზია, ნახე. ნახე, ეს ფოტოლი ახლა ხან სამოიღო. იმხევარი რომ არ ჩანს მთლიანად კადრში. ეს ახლა ძლივს მოქვს დამაგრებული აი ამ პატარა ჯოხით და უნდა ვუყიდო აი რაღაცა ხავსივით არის, რაღაცა ხე არის, რომელზეც ხავსი არის შემოვლებული. მაგას რო ჩაარჭო. მაგაზე ავამერე ეს მე როგორც მივხვდი რა. იმიტომ მე მგონი კედელზე მცოცავი მონსტერას ჯიშია. ძალიან ბევრი ფოტოლი მოვეჭერი, იმიტომ რომ ხან ზოგი გაყვითულ და ზოგი დაავადდა და მოკლედ მომიწია ბევრჯერ მოჭრა, მაგრამ რამდენჯერაც მოჭრა, იმდენჯერ ახალი პორტები ამოიღო და შესაბამისად ნაუნალა ესე განახლდა. ნახე ეს რა მხელა არის. ეს არის სულ ახალი. ნახე როგორი მწვანეა. და კარგადაც გაიშალა. წინა ძალით გავშალე არ იშლებოდა დაახლოებით 3 თვე. აი ეს ნახე ხა როგორი რაღაცნაირია რა. აი ეს ძალით გავშალე, იმიტომ რომ 3 თვის მანძილზე არ გაშლილა თავისი. კი იზრდებოდა, მაგრამ არ იშლებოდა. თან ძალიან მიყვარს ეს დაჭრილ ფოთლებიანი. ბევრი არა აქვს ხოთს შორის დაჭრილ ფოთლებიანი. ერთი ეს არის და მეორე ეს. მეტი მე მგონი არ არის დაჭრილი. ო, არ არის მეტი. მე მეგონა რომ ესენი ჩვეულებრივ აი ასეთი ფოთლებით იზრდებოდა და მერე იჭრებოდა, რა ვიცი. რატომღაც ეგრე წარმომედგინა და თურმე დაჭრილები ამოაქვს და მერე დაჭრილები იშლება შესაბამისად, რა. ხოდა მოკლედ ეს არის ჩემი ულამაზესი ყვავილები. და მაგაი ეს რომელიც ნიკორაში ვიყიდე, კვდებოდა და ჩემი აზრით გადავარჩინე. და მოვიდა სახლში. და ახლა ალბათ სახლში მოკვდება. მაგრამ არა, ახლა მაქსიმალურად ცდილობ რომ მოგვარა. არც ერთი ყვავილის სახელი არ ვიცი მონსტერას გარდა. ამას უეჭველი ვიცი რომ მონსტერა ქვია და დანარჩენს მართლა არ ვიცი. აზრზე არა ვარ. და კიდე ერთი რაღაცა მყავს მოიცა. ეს არის ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი ყვავილი. ყველაზე დიდი ყვავილი. ყველაზე ლამაზი ყვავილი და ყველაზე დიდი ყვავილი. რომელიც ძალიან ხმაურიანია. რომელიც გასაკრეჭია. თან ძალიან გასაკრეჭია. შამალე გეზდება თმები. ძალიან სწრაფად ეზდება თმები და ყოველთვე გასაფარსია და ყოველთვე მოსაწესრიგებელია. მოკლედ ძალიან დიდი მადლობა რა. მიყვარხეთ. მთელი სამყარო მიყვარს და ყველაფერი მიყვარს. ცოცხალი, არა ცოცხალი, რაც დადის, რაც სუნთქავს, რაც დევს, რაც არ სუნთქავს. აბსოლუტურად ყველაფერი მიყვარს და მინდა რომ ეს სიყვარული თქვენც გაგიზიაროთ და აბსოლუტურად ყველა მიცოდეს, რომ ყველა და ყველაფერი უნდა გვიყვარდეს და იმისთვის ვარ ზოგადად ადამიანები შექმნილები, რომ უნდა გვიყვარდეს აბსოლუტურად ყველაფერი. რაც არსებობს სამყაროში, იმიტომ რომ ყველაფერი რაც სამყაროში არსებობს არის ნამდვილად სასწაული. უბრალოდ თვალი გვაქვს მიჩვეული და ამიტომ ვერ ვაანალიზებთ რამდენად დიდ რაღაცას ვაკეთებთ, იმით რომ ვარსებობთ და იმით რომ ვცოცხლობთ. ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მოსმენისთვის. მადლობა.